გამარჯობა, მე მარიამი ვარ, წიგნის კლუბ სათილისმოდან. დღეს ვიმყოფებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში და გადავწყვიტე, რომ წიგნზე, რომელსაც ვისაუბრებ, უჩვეულო გარემოში ჩავწეროთ მე და ჩემმა თინეიჯერმა მეგობარმა, ნინომ. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ამ წიგნმა კიდე განსაკუთრებით გაგვაერთიანა. ჩვენ ვიმყოფებით ეხლა მესტიაში. კოშკზე ამოვძვერით იმისთვის, რომ ვისაუბროთ არც მეტი, არც ნაკლები ჰარი პოტერზე. და როდესაც ამოვდიოდით კიბეებზე, მე და ნინო ვამბობდით, რომ მე მგონი ჰოგვარტსში ვართ თქო, იმიტომ რომ აი ფოტოებსაც გაგიზიარებთ და ნახავთ, როგორი ლამაზი და ისეთი იდუმალი ამოსასვლელია აი ამ კოშკზე. მე ეს წიგნი, რომელზეც გადავწყვეტეთ საუბარი მე და ნინომ ძალიან ადრე აღმოაჩინა. მე რა თქმა უნდა ვიცოდი ამ წიგნის შესახებ, მაგრამ კითხვას ულახლახას დავიწყე. ჰარი პოტერი, როულინგის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც გატაცებით კითხულობენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსი თაობაც. ჯოან როულინგი, რომელმაც 1997 წელს გამოსცა წიგნი ჰარი პოტერი, რომელიც არც ერთ გამოცემას არ უნდა რომ გამოეცა. და როგორც იქნა ერთ-ერთი გამოცემა დათანხმდა მას და ასე შეიქმნა კითხველამდე მივიდა საკულტო ნაწარმოები. ჰარი პოტერი მალევე გახდა საყვარელი ნაწარმოები ყველა მოზარდისთვის. და არა მხოლოდ მასზე, ბევრი ადამიანი კითხულობდა მას. საქართველოში ქართულად ითარგმნა 2002 წელს. და 2002 წლიდან ესეთ ქართველი მკითხველებიც გავხდით პოტერჰედები. ხო? მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს უკვე ჩვენ ქართულად გვქონდა ნაწარმოები, ბევრმა ახლახანს აღმოვაჩინეთ არა, უბრალოდ ახლახანს წავიკითხეთ ჰარი პოტერი. ამ ვიდეოში მე მინდა ვისაუბროთ მე და ნინომ, თუ რატომ იზიდავს ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველს. ნინო, როდის აღმოაჩინე შენ პირველად ჰარი პოტერი, რამხელა იყავი და ვინ გირჩია? ან იქნებ ფილმი ნახე, იმიტომ რომ ჰარი პოტერზე ფილმია გადაღებული, სერიებია, რამდენიმე სერიაა გადაღებული, და რომელიც საკმაოდ საინტერესო და კარგად გადაღებული ფილმებია. რომლის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრ ბავშვს და მნახველს უჩნდება ის განცდა, რომ წიგნი რომ წავიკითხო, რა უნდა აღმოვაჩინო იქ ახალი. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს მითი, ასე ვთქვათ, და წარმოდგენა ოდნავ მაინც დავამსხვრიოთ. რადგან წიგნი ვერასოდეს ვერ ანაცვლებს, უბრალოდ ფილმი ვერასოდეს ანაცვლებს წიგნს ხოლმე, იმიტომ რომ წიგნი ბევრად მეტ ინფორმაციას აწვდის მკითხველს და ამყოფებს მას თავის ფანტაზიაში. ნინო, ეხლა შენ უნდა ისაუბრო, როდის წაიკითხე პირველად ნაწარმოები და რა განცდა დაგეუფლა პირველად რომ გაეცანი ამ წიგნს? მე პირველად ფილმი ვნახე, როცა პატარა ვიყავი ძალიან, სკოლაში არ ვიყავი ჯერ შერსული და მე და ჩემი ძმა უყურებდით ერთად ხოლმე. მე წიგნი წავიკითხე 9 წლის ასაკში და ძალიან მომეწონა და მე თვითონ ვაყიდვინებდი ყოველთვის ახალ ნაწილებს, როცა დავამთავრებდი და მე ჭამისაც კი ვკითხულობდი ხოლმე და მიბრაზდებოდნენ ხოლმე მაგის გამო. ახლა მახსოვს, ვიცი, მე ეს ამბები, რომ ვერ წყდები ადამიანი, როდესაც კითხულობ ჰარი პოტერს, იდა რომ დამთავრებისთანავე ნაწილი როგორც კი დამთავრდება ერთი წიგნი, მაშინ გაქვს სურვილი რომ გააგრძელო და გაეცნო მომდევნო თავს. და ჩემი ძმა ვჩხუბობდით ხოლმე რომელ ნაწილს წაკითხო და ესე იგი შენ ძმასაც ძალიან უყვარს ჰარი პოტერი. შენ განსაკუთრებით რომელი ნაწილი გიყვარს? ჩემი საყვარელი ნაწილი არის ფენიქსის ორდენი და აზკაბანის ტყვე. შენ 9 წლის ასაკში წაიკითხე და მას შემდეგ მე ქართულად რომ წაიკითხე, მე როგორც ვიცი, შემდეგ დაიწყე ინგლისურად კითხვა. და ჩემის მეგობარმა მიყიდა წიგნი ინგლისურად, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორ იქნებოდა სხვა ენაზე რო წამეკითხა წიგნი მაშინ, იმიტომ რომ წიგნი კარგად ვიცოდი და უფრო ადვილი იქნებოდა გასაგებად რა ხდებოდა წიგნში, თუ სხვა ენაზე წავიკითხავდი მაშინაც კი. ანუ შენ ინტერესი გაგიჩინა წიგნმა, რომ წაგიკითხა დედანში, ხო? ბევრი ადამიანი ასე რომ ჯერ კითხულობს ქართულად და შემდეგ ეს ნაწარმოები იმდენად დიდ გავლენას ახდენს მასზე, რომ იწყებენ უცხო ენაზე კითხვას, მაშინ როდესაც ეს უცხო ენა შეიძლება კარგად აიცოდე. მაგრამ სწორედ ეს წიგნი დაგეხმაროს იმაში, რომ შეისწავლო ენა. მე მგონი შენც ასე ხო არ იყავი? კი. უფრო დამეხმარა, რომ კარგად მესწავლა ინგლისური. აი როგორ ფიქრობ? აი რატომ უბრუნდებოდი ჰარი პოტერს? რატომ კითხულობდი ამ წიგნს, თუნდაც პირველ ნაწილს, რამდენჯერმე გაქვს წაკითხული? რატომ ხო იცი როგორც ვითარდება ეს ამბები? შენი აზრით რა იწვევს იმას, რომ ადამიანი დაუბრუნდეს არა მარტო ჰარი პოტერს, აი ჩვენ ხო ხშირად ვუბრუნდებით ჩვენ საყვარელ ზღაპრებს, ამბებს, სერიალებს, წიგნებს, ფილმებს. რა იწვევს ამას? რის გამო უბრუნდებოდი შენ ჰარი პოტერს?
ჩემი აზრით, რაც არ უნდა ბევრი წიგნი არ წაიკითხო, ბოლოს მაინც იმაზე ბრუნდები, რაც პირველად წაიკითხე, იმიტომ რომ რატომღაც რაღაც ისეთ შეგრძნება არის რა სახლისავით. სახლისავით შეგრძნება არა, კარგად თქვი, მართალი ხარ. თითქოს შენ ბრუნდები არა, რომ კითხულობ, დაასრულებ და მე გადიხარ თითქოს რაღაცა ამბავს მოივლი, ქვეყანას მოივლი და ისევ ბრუნდები, საიდანაც დაიწყე. ძალიან საინტერესოა. შენი საყვარელი პერსონაჟი რომელია ჰარი პოტერიდან? სამი საყვარელი პერსონაჟი მყავს, სევერუს სნეიპი, სირიუს ბლეკი და დობი. დობი. მე და ნინო რომ საუბრობდით და გვინდა უბრალოდ ისე ვილაპარაკოთ აი ამ პერსონაჟებზე, რომ არავინ არ დავასპოილეროთ, ასე ვთქვათ, და პირველ რიგში მე არ დამასპოილეროს ნინომ და რატომ? იმიტომ რომ ნინო ბევრად უკეთესი მკითხველია ვიდრე მე და ნინოს ბევრჯერ აქვს წაკითხული და იმაზე ადრე აქვს წაკითხული ჰარი პოტერი ვიდრე მე. მე ამ წელს 37 წლის ასაკში, მაშინ როდესაც 9 წლის იყო ნინო და უკვე წაკითხული ქონდა არაერთხელ ჰარი პოტერი, მე ახლა 37 წლის ასაკში პირველად მოვიცალე, ასე ვთქვათ, და წავიკითხე წიგნი. თბილისიდან როდესაც სოფელში მოვდიოდი და სვანეთში მოვდიოდი, წამოვიღე მხოლოდ პირველი ნაწილი, აი ეს გახლავთ პირველი ნაწილი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური და ვიფიქრე რომ მოდი ერთ ნაწილს წავიღებ და სვანეთში იმდენი სანახაობაა და სულ დავდივართ და ისე ვატარებთ დროს რომ როგორ თენდება და როგორ ღამდება ხანდახან ვერ ვგებულობთ წიგნისთვის შეიძლება არც დამრჩეს მეთქი დრო და მოდი პირველი ნაწილი იქნებ მოვათავოთ ხო და როდესაც ჩამოვედით პირველი ნაწილი რომ დავიწყებ უბრალოდ ვერ მოვწყდი და მე დამეწყო შიმშილი ჰარი პოტერის შიმშილი და მე აღმოვაჩინე რომ ნინო ეს აი ეს ამ ადამიანს ძალიან უყვარს თურმე ეს პერსონაჟი და აქვს ყველა წიგნი წაკითხული რამდენჯერმე და დავუკავშირდი მე ნინოს და ვთხოვე რომ იქნებ მეორე ტომი ეთხოვებინა ჩემთვის ნინოს მეორე ტომი აღმოაჩნდა მათხოვა ისიც ასე გადავყლაპეთ და მესამე ტომზე უკვე მეზობლებში დაუწყეთ ძებნა მესამე ტომს. მე ამით იმის თქმა მინდა რომ იმდენად საინტერესო არაჩვეულებრივი და იმდენ ღირებულებების მომცველი ნაწარმოებია რომ უბრალოდ ხანდახან ადამიანებს რასაკისაც არ უნდა ვიყოთ, გვჭირდება რომ დაუბრუნდეთ ჩვენ სიხარულებს და ბედნიერების მიზეზებს და რაღაცნაირად ძალა ვიპოვოთ საკუთარ თავში, ხო? რადგანაც რაზეა ეს წიგნი? წიგნი არის სხვანაირ ქვეყანაზე, რომელშიც არიან ჯადოქრები. და რა ღირებულებებზეა? მეგობრობაზეა, ოჯახზეა, სიყვარულზეა, თავგანწირვაზეა, ერთმანეთის გვერდში დგომაზეა და ყველაზე დიდი რაც ჰარი პოტერის აი ამ სერიებშია, განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდა შენ? აი რა ისწავლე ნინო? რა იყო განსაკუთრებული? რასაც აი თქვათ ყოველთვის გემახსოვრება. პირველ ნაწილში, როცა შეხვდნენ ერთმანეთს ჰარი, რონი და ჰერმიონი, იმის მერე სულ ერთად იყვნენ. ერთხელაც არ მიუტოვებიათ ერთმანეთს. აი ეს რაღაცნაირი გვერდში დგომა მეგობრების და გასაჭირში ერთმანეთის პოვნა და ერთმანეთისთვის თავის გაწირვა. რამდენ ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე განსაცდელის წინაშე. მოდი ჩვენ ცოტა ქაოსურად რო არ გამოგივიდეს საუბარი, ვახსენოთ საერთოდ რაზეა წიგნი შეიძლება ამ ვიდეოს უყურებს ბავშვი, რომელმაც არ იცის რაზეა ეს ნაწარმოები, ხო? და თუ შეგიძლია მოკლედ გითხრა რაზეა, რომ არ წინასწარ არ მივაწოდოთ ბევრი ზედმეტი ინფორმაცია. ჩვეულებრივი ბავშვი არის, რომელსაც ქვია ჰარი, რომელიც ცხოვრობს პრივეტ დრაივის ქუჩაზე. და თავის ბიძასთან და დედასთან ცხოვრობს. მე მოვა ერთი კაცი ჰაგრიდი და წაიყვანს ჰოგვორტსში. ჰოგვორტი არის ბავშვებო, ანუ მსმენელებო, ჰოგვორტი გახლავთ, ჯადოქრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოლა, სადაც ჰარი უნდა ისწავლოს და სწორედ იქიდან იწყება ჰარის თავგადასავალი, ხო? იქ აღმოაჩენს იქ სწავლობდნენ თავისი მშობლებიც და მოდი არ ვთქვათ თავისი მშობლები მის გვერდით რატომ არ არიან, ხო? ვერ არიან უფრო სწორად და აი ეს რაღაცა ტრავმა, რომელიც მას ბავშვობიდან, დაბადებიდან მოყვება, ასე ვთქვათ, ჰარისთვის არის ესეთი მთავარი მამოძრავებელი ძალაც და სტიმულიც ბევრი რამისა. და ამ პირველ ნაწილში თქვენ ნახავთ რომ ბიჭუნა რომელიც გადარჩა, ანუ ჰარი რომელიც გადარჩა, ხომ? და რომელიც ბოროტების წინაშე აღმოჩნდება მარტო გადარჩება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ დედა წირავს მისთვის თავს, ხომ? დედა სიცოცხლესაც არ იშურებს, ასე გადარჩება ჰარი და ბოლოს აღმოჩნდება ჰოგვორტსში. ჰარი, ჰერმიონე და რონი არიან საუკეთესო მეგობრები. შენ რომელს გამოარჩევდი?
ჩემი აზრით სამივე ძალიან მაგრები არიან. აჰა. მაგრამ ჰერმონის გარეშე მაინც რობერტს ვერ იზავდნენ, იმიტომ რომ ეგ არის მაგათი ტვინი ესე ვთქვა და ხო. ყველაზე ჭკვიანი ეგ არის, მაგრამ საუკეთესო მოსწავლეა ჰერმიონი, ხო? სამივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემი აზრით. კი, როგორი პერსონაჟია მისი მეგობარი რონი? ძალიან მიყვარს, ძალიან საყვარელია. რონი არის დაბადებული ჯადოქრების ოჯახში, მაგრამ არიან ღარიბები. აჰა. და ძალიან ბევრი ძმები ყავს, ერთი და ყავს და ჭამა უყვარს კიდე. და ერთ-ერთი კი საუკეთესო მეგობარია ჰარისთვის, ხო? და განსაკუთრებით გამოყოფდი მის მშობლებს, ჰარის მშობლებს, რომლებიც ისე ზრუნავენ ჰარიზე, როგორც შეიძლება მოლი და არტური. კი, მოლი და არტური ნათესავებმა, ან ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ მოზარდზე, ხო? ბავშვზე. ჰარის არ აქვს მარტივი ცხოვრება. ის ცხოვრობს დეიდასთან და ძიასთან, რომლებსაც ის დასანახადაც არ უნდა, ხო? შვილი ყავს მაგათ. ხო. და შვილი ყავთ, რომელიც დადლი, რომელიც სრულიად საპირისპირო პერსონაჟია ჰარისგან განსხვავებით, ხო? მომდევნო წიგნი, ხო, შენ თქვი, რომ შენი საყვარელი პერსონაჟები არიან სევერუს სნეიპი, სირიუს ბლეკი და დობი. ეს სამი პერსონაჟი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰარის ცხოვრებაში. სნეიპი პირველივე ტომიდან მოყვება ასე ვთქვათ ჰარის, მიყვება წიგნის დასასრულამდე და ისეთი განსხვავებული პერსონაჟია, რომელსაც ჰარი ასე ვთქვათ, რომ მოკლედ რომ გითხრათ, დერიტანს. დასანახად არ უნდა, ხო? მაგრამ როულინგი იმით არის განსაკუთრებული და განსაკუთრებული მწერალი იმით გახლავთ როულინგი, რომ რას მოიფიქრებს და პერსონაჟებს ვის რა როლს მიანიჭებს, ვინ როდის რა დავალებას შეასრულებს, მკითხველი ამას ბოლო მომენტამდე შეიძლება ვერ მიხვდეს და აი სწორედ ეს მოულოდნელობა, აი ეს რაღაცა საინტერესო თხრობა, სწორედ ეს არის ალბათ რაც იზიდავს მკითხველს. განსაკუთრებით რომელ მონაკვეთს გამოყოფდი ნინო და რატომ გამოყოფდი ამ პერსონაჟებს რომელიც შენ იყვარს, რატომ ანიჭებ ასეთ უპირატესობას? მე როგორი პერსონაჟები არიან? თუ გინდა სირიუს ბლეკი. სირიუს ბლეკზე ერთ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ის ნაწილი, აი, რო გამოვლენ იქიდან, რა ქვია, სამალავიდან რო გამოვლენ საიდუმლო გვირაბიდან და ეტყვის ჰარის, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება და ესა ყველა გაიგებს, რომ მე არ ვარ რომ მკვლელიოთ და როცა გამომეშვებიან აზკაბანიდან და ძირნილი აღარ ვიქნებიო, ჩემთან წაგიყვანო და ერთად ვიცხოვრებთ. ეს არის როგორც ოჯახიო. ხო, და ჰარი რას ამბობს? ეს მე მგონი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად გადაიქცევა, ხო? აი ვიტყვი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წიგნში დადებით პერსონაჟებთან ერთად ძალიან საინტერესო უარყოფითი პერსონაჟებიც ყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინეს აზკაბანის მცველებმა, ხო? დემენტორებმა. რატომ რაღაც საზარელი არსებები არიან, რომელიც იცავენ ციხეს, საშინელ დამნაშავებს, ასე ვთქვათ, ყარაულობენ. და ამ ციხეში სირიუს ბლეკი ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი იმყოფება, რომელიც დააღწევს თავს და რითი დააღწევს? ანი მაგუსი არის სირიუს ბლეკი, შეუძლია გადაიქცეს ძაღლად და მაგის გამო არის, რომ როცა დემენტორების თვალები არ აქვთ საერთოდ და მარტო ისა გრძნობები ადამიანის სხეულს და ადამიანის სხეული რო ვერ იცნეს, მაგის გამო გამოეპარათ სირიუს ბლეკთან, ისეთი გამხდარი იყო, რომ ისე ჩვეულებრივად გამოძრებოდა ეს საკნიდანაც. კი და რატომ დემენტორებს რატომ არ უყვართ და ვერ იტანენ დემენტორებს? რას აკეთებენ ისინი ადამიანებს? სიხარულს სწოვენ ადამიანებს. აი მარტო ეს მიგნებაც კი როულინგის, ეს მიგნებაც კი არის ჩემთვის აი არაჩვეულებრივი, საოცარი. ყველაზე საშინელ მოგონებებს აღვიძებენ ადამიანებს. ყველაზე საშინელ მოგონებებს უღვიძებენ და რას ართმევენ? სიხარულს ართმევენ და მერე ბოლოს თუ ძალიან დასაჯეს ვიღაცა, ძალიან ცუდი რაღაცა ჩაიდინა, კოცნით აჯილდოებენ, ეგრე ქვიან, დემენტორები აჯილდოებენ და ბოლოსაც რო გამოსწოვენ უკვე ცოცხლები არიან ადამიანები, მაგრამ თან არ არიან ცოცხლები, ხო? ეგონება სული გამოგლიჯესო, ისე ვერც ლაპარაკობენ და არაფერს ვერ შევებიან. აი ჯოჯოხეთური მდგომარეობაა, ხო? საშინელი მდგომარეობა, როდესაც არც მკვდარი ხარ, მაგრამ არც ცოცხალი ხარ, არც მკვდარი ხარ. ყველას შენი კარგი მოგონება ჩახშულია და ამ ციხეში, აზკაბანის ციხეში ყველა თითქმის ჭკუიდან იშლება, ხო? მათი და სირიუს ბლეკი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც დააღწია აი ამ აზკაბანის ტყეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მას რაღაცა დიდი მისია უნდა შეესრულებინა და მოდი არ ვთქვათ რა
მისია უნდა შეესრულებინა, ხო? ეს მისია როგორ შეასრულა სირიუს ბლეკმა რომ წავიკითხე, მართალია არ აქამდეც ყველა წიგნის დასრულების შემდეგ ტირიც ხარე ცხრემლით, იმიტომ რომ იმდენად ჯადოსნური ამბავია და იმდენად აშკარად მარცხდება ბოროტება სიკეთით, რომ უბრალოდ გულს უხარია და ამას ემოციის გარეშე ვერ წაიკითხა. სირიუს ბლეკი იმ დროზე დიდი ხანი იჯდა ციხეში, იმის გამო რომ დააბრალეს თავისი მეგობრის მკვლელობა, ვიდრე თვითონ ამ საუკეთესო მეგობარს იცნობდა. ხო, რა საინტერესო არ თქვა. ხო, და მოკლედ ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან დემენტორებიც. გარდა იმისა, რომ ბევრ დადებით პერსონაჟსაც ხვდებით, რა თქმა უნდა, წიგნში. და ყავს კიდე ერთი სნეიპი, რომელიც არის ძალიან არ უყვარს და არც ვერც შეიყვარებ. კითხველი ჰარი პოტერს როდესაც მიყვება და ესე კითხულობს და მისი გულშემატკივარი ხდება, შესაბამისად ვერც შენ გიყვარდება სნეიპი თავიდან, ხო? ისეთი განვითარება აქვს ამ პერსონაჟს. და ბოლო ნაწილს აღმოაჩენთ, რომ თურმე ეს სნეიპი როგორი და რატომ იქცეოდა, როგორი არის სინამდვილეში და რატომ იქცეოდა, რატომ ჩადიოდა. და დობი, ჩვენ ძალიან საყვარელი გმირი გამოგონილი არსება, როულინგის გამოგონილი არსება, ელფი, ოჯახის ელფი, რომელიც ჰარი პოტერის, ასე ვთქვათ, ანტი-გმირის და მისი მოწინააღმდეგე მალფოის ოჯახში მუშაობს, მსახურობს, ხო? რომელსაც ძალიან სასტიკად ექცევიან. და როცა რამე ისეც გააკეთებს, რაც თავისმა ბატონმა არ უთხრა არ გააკეთოს, მე თავს თვითონ ისჯის. ხო, და ფილმშიც მე მგონია რომ სერიაში ძალიან კარგად არის ეს პერსონაჟი და ძალიან საყვარელია. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეს დობიც ესა ცხოვრობს და არის იმ გარემოში, სადაც ყოფნა არ უხარია, სიკეთეს ინარჩუნებენ, თუნდაც ჰარი პოტერი, თუნდაც დობი და თუნდაც სირიუს ბლეკი თლიანად სიძულვილში გარემოცული პერსონაჟები არიან და მაინც ინარჩუნებენ სიკეთეს საკუთარ არსებაში, ხო? და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი დამბლდორი. ხო? პერსონაჟი, რომელიც არის დირექტორი, ხო? აი ამ ჰოგვორტის დირექტორი. როგორი პერსონაჟია ის? დამბლდორი ჩემი აზრით არის ძალიან ძლიერი და ესეთი ადამიანი, მაგრამ ხო, ჭკვიანიც არის. ერთ-ერთი ადამიანი არის, ვისაც ეშინია ვოლდემორტს. ხო. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დადებითი პიროვნება არ არის. ხო. ნახოთ, აღმოვაჩენთ ჩვენ ნელ-ნელა წიგნის კითხვის დროს. მაგრამ დამბლდორი გონიერი მმართველია და დირექტორია, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა ჰარი განსაცდელისგან, ხო? წიგნში ყავს კიდევ, ესე ვთქვათ, ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე, ჰარის სიცოცხლეს, რომელიც ყოველ წუთას უქმნის საფრთხეს, ეს არის ვოლდემორი, ხო? ლორდი ვოლდემორი. ასე ვთქვათ, რომელიც სინამდვილეში ხია ტომ მერველო რიდლი. ხო, ტომ რიდლი და როდესაც ეს აღმოვაჩინე, ვინ იყო ეს ტომ რიდლი სინამდვილეში, ხო? და როგორი პერსონაჟი იყო თავიდან და შემდეგ რად გადაიქცა, ჩემთვის იყო სრულად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი, ხო? და ალბათ ყველა მკითხველისთვის. როგორ შეიძლება ადამიანი რაღაცა მწვერვალზე იდგე და აღმოჩნდე დაენარცხო და აღმოჩნდე ერთ-ერთი ბოროტების სათავეში. ტომის მამასაც ტომი ერქვა. ხო. და მოკლედ ჰარის არც თუ ისე მარტივი ცხოვრებას გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მე ახლა მეოთხე ტომზე ვარ და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ და გავეცნობი 7-ვე ნაწილს და ალბათ საინტერესო იქნება შემდეგ იმ შთაბეჭდილებების გაზიარება და კიდევ ერთხელ იმედია ჩავწერთ ვიდეოს, როდესაც მეც მექნება შენსავით წაკითხული ჰარი პოტერი თავიდან ბოლომდე და მიხარია რომ შენ ასე გიყვარს ეს პერსონაჟი. მეც ასე შემიყვარდა და ძალიან ბევრი კითხველი და აღმომჩენი ყავს აი ამ გმირს. და დღეს ასეთ უჩვეულო და არაჩვეულებრივ გარემოში საუბრობთ ჰარი პოტერზე, ალბათ ვერც ვიოცნებებდი, ვერ წარმომედგინა მართალი რა გითხრა სვანეთში, კოშკზე ამოსულები, რომ ჰარი პოტერზე ვისაუბრებდით და რატომ დღეს? დღეს 31 ივლისია და ჩვენ ვიცით რომ 31 ივლისს აღნიშნავთ ჰარი პოტერის დაბადების დღე. ჰარი, გილოცავთ დაბადების დღეს. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანის მეგობარი გახდება ის. ყველა ზღაპრის ბოლო რომ კეთილია, იმაზეა სწორედ ეს წიგნი. ძალიან დიდი მადლობა ნინო.
ამ არაჩვეულებრივ წიგნზე საუბრისთვის და იმისთვის, რომ ჰარი პოტერს ერთად მივულოცოთ დაბადების დღე. გემშვიდობებით, გისურვებთ, რომ წაიკითხოთ ჰარი პოტერია. აუცილებლად, არა მარტო ბავშვებმა, არამედ დიდებმაც და უბრალოდ ერთად გიხაროდეთ. კარგად, ნახვამდის.